მინდა რომ სწორედ აი ესეთი უცნობი ადამიანების ისტორიები მოვისმინოთ. დედაჩემი გახდა ავად. მაშინ ხარ 9 წლის. 9 წლის ვარ. დედობას უწევ შენს კი. დაძმას. 3 თვე ვიმუშავე ქარხანაში, ლუდებს ვასხავდი. გზის ფულს სახლიდან სასწავლებლამდე მიხდი და ჩემი დაქალი. 7 საათზე ვდგებოდი, მივდიოდი უნივერსიტეტში. 3 საათიდან ღამის 2 საათამდე მიმტანად ვმუშაობდი. იმდენად გამწარებული ვიყავი. ეს ენერგია მართავდა თავიდან ბოლომდე. შენი ტრავმა ყველაფერში დაგიხმა. კი. იწყებ კომპანიას 0-დან. 0-დან 0 ლარით. 100 ლარი ჩავდე რეკლამაში. ჩემით გავაკეთე ლოგო, ჩემით გავაკეთე გვერდი. სახლში ხარ, ანუ არც ოფისი არაფერი არ მაქვს. 5 მომხმარებელმა 7000 ლარი მომიტანა პირველივე თვეს. შენ მარტო ხარ? გუნდი არ ყავს. არავინ არ მყავს. შინაგანი ხმა სულ ყოველთვის მეუბნებოდა რომ გამოგივა, ნებისმიერ სიძნელეს გაუმკლავდებით, უბრალოდ გჯეროდეთ საკუთარი თავის და იოცნებეთ. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. სანამ დღევანდელ ეპიზოდს დავიწყებთ, მინდა რომ გთხოვოთ, გახდეთ ჩვენი გამომწერი. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ვიცით რომ თქვენ ყოველთვის უბრუნდებით ჩვენს არხს, უყურებთ ჩვენს პოდკასტებს და გთხოვთ გადაამოწმოთ ხართ თუ არა გამომწერი. გამოწერის ღილაკზე დაწყება დაეხმარება ჩვენ არხს განვითარებაში და გაზრდაში. ასევე მოიწონეთ ეს ვიდეო, თუ თქვენთვის საინტერესო იქნება და დაგვიტოვეთ თქვენი შთაბეჭდილებები. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჩემი აუდიტორიისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ თემაზე, ეს არის ქალების ისტორიაზე, როგორ დაიწყო მარტოხელა დედამ 0-დან, როგორ შექმნა თავისი საქმიანობა, როგორ მიაღწია წარმატებას და სწორედ ამას მოგვიყვება მარი დემურაშვილი, კომპანია ფიფლიას დამფუძნებელი. ფიფლიაზეც მოგვიყვება მარი ყველაფერს დაწვრილებით და ჩემი მთავარი ინტერესი და мотиваცია ის არის, როდესაც ვიწევ ასეთ გოგოებს, ვისაც არავინ არ იცნობს, მინდა რომ სწორედ აი ესეთი უცნობი ადამიანების ისტორიები მოვისმინოთ, რაც მე მგონია რომ უფრო შეეხება მაყურებელს. იმიტომ რომ მაინც ცნობილი სახე როცა ხარ, რაღაც ყველა გიცნობს, თითქოს უფრო ისეთი ხარ, რაც შენთან არ იკვეთება და ისეთია ის ადამიანი, რაც შენთან არ იკვეთება და ადამიანი, რომელსაც არავინ არ იცნობს, რომელიც გონია მაყურებელს, რომ აი ხა შენ თუ ოჯახი გვერდში არ გიდგას, შენ თუ არ ყავს ვიღაც მილიონერი ქმარი, შენ თუ რაღაცა საიდანღაც დახმარების წყარო არ გაქვს, აი რანაირად უნდა შეძლო და აი ასე უნდა შეძლო. აი ამ ისტორიის მოსაყოლად მოვიდა დღეს მარი და ამ ისტორიის და ასეთი мотиваციის მისაცემად ვიწვევ ხოლმე ასეთ სტუმრებს ჩემს პოდკასტში. მარი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩემთან და სანამ პირველ კითხვას დაგისვამ, მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი ეპიზოდის წარმდგენი არის ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი Babe, რომელიც ყოველთვის არის ისეთი ეპიზოდების წარმდგენი, სადაც ქალები ყვებიან თავის ისტორიებს. დავიწყოთ? დავიწყეთ. შენი ამბავი საიდან იწყება? მოდი დავიწყოთ თავიდან. მადლობა პირველ რიგში სალომე მოწვევისთვის და ძალიან სასიამოვნოა პირველ რიგში ძლიერ ქალთან სტუმრობა, ენერგეტიკულად იგრძნობა ეს ხოლმე ყოველთვის ავტომატურად. და ამიტომ ვფიქრობ, რომ რასაც მოვყვები, შენთანაც შეიძლება რაღაცა ახლოს იყოს. და დავიწყებ ალბათ ისტორიის მოყოლით. ჩემი ისტორია იწყება 9 წლიდან. როდესაც მე ვარ მრავალშვილიანი ოჯახიდან, ვარ უფროსი და მყავს 3 დედმამიშვილი. ისე მოხდა, რომ 9 წლის ასაკში დამეკისრა გარკვეული პასუხისმგებლობა, რომლისთვისაც პრინციპში არავინ არ არის მზად, როდესაც დედაჩემი გახდა ავად და 7 წლის განმავლობაში არ დგებოდა საწოლიდან. ეს საბოლოო ჯამში გადავლახე ბევრი კუთხით ფსიქოლოგთან სიარულით, იმით რაც ვისწავლე, რაც გამოვიარე, თუმცა ეხლაც ცოტა რთული არის ჩემთვის ამ ისტორიის გახსენება. ესე იგი, დედაჩემი ავად რომ გახდა, 3 ბავშვი იყო მოსავლელი და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო რომ ამ ბავშვებისთვის ყურადღება მიექცია, ეს ვიყავი მე. მყავდა ბებია, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ბევრი პასუხისმგებლობა და მე მიწევდა ის სახლიდან რომ გადიოდა, იმისთვის რომ
ჩვენ ბავშვებს გვქონოდა შესაძლებლობა იმის, რომ თუნდაც საკვები გვქონოდა. მეუბნებოდა, რომ შენ ხარ ახლა უფროსი ამ ოჯახში. ამ სამბავს უნდა მიაქციო ყურადღება. შენ უნდა გააკეთო საჭმელი, დაალაგო სახლი, ყველაფერი, ანუ როგორც ზრდასრულმა ქალმა უნდა მიაქციოს ოჯახს ყურადღება, ზუსტად იგივე პრინციპით, ესე ვთქვათ, ვცდილობდი არ მახსოვს რამდენი ქვაბი დავწვი, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა გამაკეთებინა ეს ყველაფერი, თუმცა საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი შემდეგი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ბავშვობიდანვე ვისწავლე, როგორ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ანუ მაშინ ხარ 9 წლის. 9 წლის ვარ, კი. 9 წლის დედობას უწევ შენს დაძმას. არა მხოლოდ ჩემ დაძმას უწევ დედობას, ანუ დედა ჩემსაც დედობას უწევ, იმიტომ რომ დედა ჩემი იყო ჩაწოლილი და არ დამავიწყდება, როგორ მივდიოდი ყოველ დღე მის საწოლთან და ვეკითხებოდი, რომ დღეს რა გაჭამო. და რეაგირება არ იყო, იმიტომ რომ ცოტა ისეთ პერიოდს ვიხსენებ, ვფიქრობ, რომ მარტივი პერიოდი არავისთვის არ იყო მაგ დროს 90-იან წლებში, თუმცა შესაძლოა რთული პერიოდი ყოფილიყო იქიდან გამომდინარე, რომ ყველას უჭირდა, არ იყო ახლა იქ ოჯახები გამონაკლისების გარდა, ვისაც არ უჭირდა, თუმცა ამ გასაჭირს, როდესაც ემატება გარკვეული პასუხისმგებლობები, ბავშვის როლში, როდესაც ხარ, არ არის მარტივი, თუმცა რა ხდება ამ დროს? ამ დროს ერთიანად იზრდები და შენ ხვდები იმას, რომ სხვა გზა არ გაქვს უბრალოდ, ანუ ვერ ადგები და ვერ გააკეთებ არჩევას, იმიტომ რომ არიან შენი ოჯახის წევრები, იმიტომ რომ იცი, რომ 9 თვის დაკავს, რომელიც თავიდან ბოლომდე არის მოსავლელი დასაძინებელი, ხა 9 თვის ბავშვი როგორი იქნება, ხა? დღემდე მეორე დედას მეძახის ჩემი და იმიტომ რომ ეგრე იყო რეალურად. და ამან ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა, ვერ გავუძლებდი და ვერ გადავიტანდი იმ ყველაფერს, რაც გადავიტანე, ეს ფრაგმენტი რომ არ ყოფილიყო ჩემი ცხოვრების, ანუ ამ ბავშვობის. ანუ რა გასწავლა აი ამ პერიოდმა? მოდი არ ვილაპარაკოთ იმაზე, რა დაგაკლო. და რა აზიანი მოგაყენა შენ როგორც პიროვნებას. მოდი გითხარი, რა შეგმატა? პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ქმედებებზე და არა მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე, არამედ ბევრ ადამიანზე. თუ შენ არ იღებ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, ან ამას ცოტა გვიან ასაკში ხვდები და მაგ დროს იღებ, ბევრი რამ გაკლდება, მე ესე მგონია. და ბევრ ადამიანს უჭირს ხოლმე ზოგადად პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. მე ვფიქრობ დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ ეს იყო ძალიან მაგარი შესაძლებლობა იმისთვის, რომ რაღაცნაირად აი კიბე რო აშენებ, ან აგურს რო აგურს ადებ. აი ეს იყო პირველი აგური ჩემ შემთხვევაში. და შენ ცხოვრებაში არასდროს არ ქონია ისეთი ფიქრი, რომ აი ჩემმა მშობლებმა ეს დამაკლეს. აი ჩემი მშობლების ბრალია, რომ მე აი ესე ვწვალობ ცხოვრებაში. არასდროს არ გითქვა ამს. არასდროს არ მქონია მომენტი ვინმეს დადანაშაულების. არც ჩემი მშობლების, ან რომელიმე პერსონაჟის ჩემი ცხოვრებაში. ხო და ეს რა უცნაურია, იმიტომ რომ როდესაც არაფერი მსგავსი არ ხდება ადამიანების ცხოვრებაში, მაშინ ადანაშაულებენ მშობლებს. აი პატარა რაღაცა წინააღმდეგობაზე ეგრევე მშობლებს მიადგებიან ხოლმე. და შენ როგორ შეძელი ეს? აი რა იყო ამის შენი აზრით მიზეზი? მე ვაცნობიერებდი იმას, რომ დედაჩემი ხوارად გადაწავიდა სახლიდან. ის იყო ავად. თუმცა ძალიან მრცხვენოდა. ძალიან მრცხვენოდა, ოღონდ ამას იმ მომენტში კი არ ვაცნობიერებდი, რომ ძალიან მრცხვენოდა. მერე უკვე როდესაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ძალიან მრცხვენოდა, რომ დედაჩემი არ მოდიოდა მშობელთა კრებაზე. ის რომ ადამიანებმა იცოდნენ თუ რამხელა პასუხისმგებლობა მქონდა აღებული საკუთარ თავზე და მთელი ცხოვრება ბავშვობიდანვე ყველას მხრიდან ვგრძნობდი ძალიან დიდ პატივისცემას. ამას ვერ ვაცნობიერებდი.
რატომ ცემდნენ ამ დონეზე პატივს. მაგრამ იცი რა არის სიამაყის შეგრძნება მქონდა, ალბათ რაღაცით კომპენსირება რო გინდა მოახდინო. რაც უფრო მეტად ვგრძნობდი ადამიანების მხრიდან ამ პატივის ცემას, მით უფრო მეტის გაკეთების სურვილი მიჩნდებოდა. თუმცა ისევ და ისევ დღევანდელი გადმოსახედიდან ერთადერთი მომენტი, რომელიც ალბათ უფრო რთული იყო ჩემთვის, შენ როდესაც გიწევს ცხოვრების დაწყება ზრდასრულ ასაკში მინუსიდან და არა როგორც მინიმუმ ნულიდან, გიწევს რომ ახვიდე ჯერ ნულზე. და იმისთვის რომ ნულზე ახვიდე, ძალიან ბევრი ტრაუმის გადალახვა გიწევს, ძალიან ბევრი რამის დამუშავება გიწევს საკუთარ თავში და შესაბამისად ამას დრო ჭირდება. ერთადერთი ეს არის დროის რესურსი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში. ხო, მაგრამ უტრაუმო ბავშვობა ვის ქონდა? არავის. ყველა მინუსიდან მოვდივართ. არავის მაგრამ ნამდვილად. ნუ ხო, შენი შემთხვევა მაინც კიდე ემატება რაღაც ესეთი ფაქტორები, რაც შეიძლება სხვასთან არ ყოფილიყო, როგორც ზოგადი ფონი მართალი ხარ. შემდეგ რა ხდება? ანუ, როდესაც წლები გემატებოდა, ეს ბავშვებიც იზრდებოდნენ. აი, როგორი იყო შენი ცხოვრება? მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა და მაქვს. და ძალიან მიყვარს ცხოვრება. იმიტომ რომ ყოველი დღე არის ბედნიერების შეგრძნება, ჩემთვის ეს ვისწავლე, ეს არ ვიცოდი როგორ იყო. ამის შემდგომ, ესე იგი, ძალიან რთული გარდატეხის ასაკი მქონდა, იმიტომ რომ ლოგიკურია, რომ ფიზიკურად სხვანაირად ვერ იქნებოდა. მე ამბოხე ბავშვი ვიყავი და 16 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ უნდა დამეწყო მუშაობა, იმიტომ რომ ვხედავდი, როგორ წვალობდა მამა ჩემი, როგორ ცდილობდა, რომ ამ 4 ბავშვისთვის ყურადღება მიექცია. და ესე იგი, მახსოვს ერთხელ ძალიან მინდოდა ვარდისფერი როლიკები. აი როგორ მინდოდა იცი, ყველა გოგოს ვარდისფერი როლიკები ქონდა და მამა ჩემთან რომ მივედი და უთხარი მამა ვარდისფერი როლიკები მინდა, მითხრა რომ იცი რა არის, რომ გაიზრდები, იმუშავებ და იყიდი. ნუ ცალკე საკითხია. ხო, მესმის. ჩამწყდა გული. აი და ძალიან მაგარია რომ მითხრა ეგ. ხო. იმიტომ რომ 16 წლის ასაკში წავედი, მე რუსთავიდან ვარ, რუსთაველი ვარ და დავიწყე ქარხანაში მუშაობა. ქარხანას არ დავასახელებ ხო? მოიცა ამ ამბის მერე როლიკების მერე. იმ მომენტში რა იგრძენი, როცა ეს იმ მომენტში ვიგრძენი, რომ რაღაც ჩამწყდა, იმიტომ რომ ბავშვი ხარ. ხო, მე ვიყავი შენს ადგილას. ხო, ბავშვი ხარ, ვერაცნობიერებ ახლა ბოლომდე მაინც იმას, რომ აი რატო შეიძლება რომ სხვას კონდეს და მე არ მქონდეს, რატო აი ესეთი უსამართლო ცხოვრება და თელი ტანჯვის შეგრძნება რა გაქვს, ნუ ახლა მგონია რომ ყველა ბავშვის ცხოვრებაში რაღაცა სხვადასხვა ტიპის მომენტები იყო. თუმცა ეს იყო ძალიან დიდი ბიძგი იმისთვის, რომ იცი რა არის თუ მე არ მაქვს, ვერ მაძლევენ იმას, რაც მე მინდა, მოდი მე თვითონ გავაკეთებ. აბა რა თქმა უნდა. მე თვითონ გავაკეთებ. ესე იგი, მყავდა მეზობელი, რომელიც ვიცოდი, რომ ქარხანაში მუშაობდა. მივედი ამ მეზობელთან, ახალგაზრდა გოგო იყო და ვუთხარი, რომ მე ხვალიდან მოვდივარ შენთან ერთად ქარხანაში. რა ქარხანა იყო? ეს არის ლუდების და ლიმონათების ჩამომსხმელი ქარხანა. არ ვიცი დღემდე ფუნქციონირებს თუ არა, ერთ-ერთი დიდი ქარხანა არის საქართველოში. რუსთავში მდებარეობს, ახლა განზრახ არ დავასახელებ ქარხანას. მივედით და შევედით, არ ვიცი, ჯგუფის უფროსი იყო ალბათ ეს კაცი და მეკითხება, რომ შენო ვისი შვილი ხარო? ანუ იმდენად პატარა ვიყავი და იმ ვიზუალურადაც ძალიან პატარა შეხედულება მქონდა სულ მთელი ცხოვრება. მეთქი მე შვილი არ ვარ მეთქი, ანუ სამუშაოდ მოვედი თქვენთან და არ დამავიწყდება ამ კაცის თვალები, როგორ შევმხედა, ანუ ყველაფერს გაგიკეთებ, რაც დაგჭირდებაო. იმიტომ რომ მივხვდა ალბათ იმ კონკრეტულ მომენტში, რომ ესე კარგი ცხოვრების გამო არ მივიდოდი იქ. მაგ დროს სკოლაში ვსწავლობდი და იყო ზაფხულის პერიოდი. 3 თვე ვიმუშავე ქარხანაში, ლუდებს ვასხავდი, არ თამავიწყდება იქ გამოცდილება არასდროს. ჩემი პირველი სამსახური იყო და დღეში მქონდა 4 ლარი. მე ვმუშაობდი დილის 7 საათიდან ღამის 1 საათამდე. და ღამის 1 საათზე მამა ჩემი რომ ხვდებოდა ხოლმე ქარხანასთან
და ვეჩხუბებოდი, რომ რატო მოხვედი, ანუ რატო სახლში არ ხარ და დანარჩენ ბავშვებს არ აქცევ ყურადღებას და რატო მოხვედი ჩემთან ახლა და ანუ 1 კილომეტრი იყო დაახლოებით ფეხით გასავლელი ამ ქარხნიდან სახლამდე და მე მაღიზიანებდა რომ აი დასრული ვარ ახლა და ანუ რატომ მოვიდა ყურადღების მისაქცევად. ამ ფულით რაც გამოვიმუშავე დამამთავრებელი კლასი იყო თუ არ ვცდები. ვუყიდე წიგნები, მაგ დროს ესე არ იყო. თან მე სწავლობდი რუსულ სექტორში და იქ არ ხდებოდა როგორც მახსოვს წიგნების დარიგება და ვიყიდე წიგნები ჩემთვის, ჩემი დედმამიშვილებისთვის, ვიყიდე ტანსაცმელი როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი დედმამიშვილებისთვის და აი ესეთი უკვე გაზრდილი სიამაყით რომ შედიხარ სკოლა, ცხოვრება რო გაქვს ნანახი. ესე შევედი და იქიდან დაიწყო. მის მერე არ გავჩერებულა. მეორე სამსახური იყო 1000 წრილმანში ვმუშაობდი. ვმუშაობდი ძალიან ბევრ სხვადასხვა სამსახურში, რომელიც მაგ დროს როგორც ხვდები, არ იყო პრობლემა ის რომ არასრულწლოვანს შეეძლო ძალიან დღის დიდი მონაკვეთი ემუშავა. ანუ პირობითად დილის 7-დან ღამის 12-მდე ან პირველამდე, იმიტომ რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემთვის წარმოუდგენელია. შენმა შვილმა რომ იმუშაოს? ჩემმა შვილმა რომ იმუშაოს, ანუ კი მივცემ იმის შესაძლებლობას აუცილებლად რომ იმუშაოს, მაგრამ ის რომ ეს პერიოდი ამხელა კი, ძალიან დიდი რესურსის გამოყენება ხდება ბავშვის. თუმცა ბევრი რამ მასწავლა. ძალიან საინტერესო გზა გამოვიარე, ესე იგი, შემდგომი პერიოდი იყო ის, რომ სკოლაში ძალიან მინდოდა ფსიქოლოგობა. ვიცოდი, რომ ჩემს ოჯახს არ ქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მე ჩამებარებინა უმაღლეს სასწავლებელში, აბიტურიენტი რომ ყოფილიყავი, მაგის შესაძლებლობა არ ქონდათ და მე პარალელურად ვერ ვისწავლიდი და ვერ ვიმუშავებდი. მყავდა დაქალი იმ პერიოდში ერთ სკოლაში ვსწავლობდით. დღეს არის ერთ-ერთი მამაოს მეუღლე. და ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ მასწავლებელმა მითხრა რომ მარი იცი რა არის შენ ხო ფსიქოლოგიურზე გინდა ჩაბარება მე ვიცი სად შეგიძლია ისწავლო უფასოდ იმისთვის რომ შენი ოცნება აიხდინო და რუსთავში ერთ-ერთი მეწარმე იმ დროს აფინანსებდა სამრევლო სკოლას ეგრეთ წოდებულს იქ შეგეძლო რომ როგორც აბიტურიენტს ისე გაგევლო სწავლება და აქედან შეგეძლო რომ სასულიერო აკადემიაში ფსიქოლოგიურზე ჩაგებარებინა ის კაცი იყო თქვენი დამფინანსებელი ის კაცი იყო ჩვენი დაფინანსებელი ანუ ქველმოქმედი კი ქველმოქმედი იყო ეს კაცი ეხლაც არის და გზის ფულს სახლიდან ამ სასწავლებლამდე როდესაც აბიტურიენტი ვიყავი მიხდი და ჩემი დაქალი ანუ ჩემი მეგობარი და იქიდანაც რომ მოვდი ანუ მოკლედ გზის ფულით ეს გოგო მამარაგებდა ფაქტიურად რომ ვთქვა ძალიან მადლიერი ვარ ყველა ადამიანის ჩემს ცხოვრებაში ამ გზაზე აბსოლუტურად და შემდგომ დაიწყო უკვე უნივერსიტეტის ამბები ესე იგი მოვხდი ჩემი ოცნების მიმართულებაზე ჩავაბარე და მაგ დროს ისევ და ისევ აი ამ ფინანსური წრის გარშემო ვტრიალებდი რა, იმიტომ რომ ყველა ჩემ ნაბიჯს სჭირდებოდა ფინანსური გამაგრება. დილით 7 საათზე ვდგებოდი, მივდიოდი უნივერსიტეტში, დაახლოებით 2-3 საათამდე ვსწავლობდი. 3 საათიდან ღამის 2 საათამდე მიმტანად ვმუშაობდი. დილით ისევ ვდგებოდი და მივდიოდი უნივერსიტეტში რომ მესწავლა. მიმტანადაც მუშაობდი. მიმტანად ვმუშაობდი, ბარმენად ვმუშაობდი. მაგ დროს სირცხვილად ითვლებოდა ეს. იცი, მახსოვს ერთი შემთხვევა, ქორწილს ვემსახურებოდით. და ესე იგი ერთ-ერთმა კაცმა დამიძახა და მითხრა რომ იცი რა არისო შენო შვილო პატრონი არ ყავსო? და ну მარტივი არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან საინტერესოა საბოლოო ჯამში რომ უყურებ დღევანდელი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ერთია რომ როდესაც ესეთ გზას გადიხარ და მეორეა რომ არ გატყდები. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სულ ვიცოდი, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ვიცოდი, სად მივდიოდი. ამან არ გაგტეხა თუ აი რამ არ გაგტეხა შენი აზრით?
არ გამტეხა არას ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი. სულ ვგრძნობდი, რომ ძალიან დიდი ძალა მიდგას გვერდში. ამას ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი და ზოგადად ეს ძალა ღმერთი? კი. მე ძალიან მორწმუნე ოჯახიდან ვარ, მამაჩემი სტიქაროსანი არის და სასულიერო აკადემიაც დავამთავრე და ეს გარშემო სუტრიალებს ბავშვობაც ამის ეკლესიის გარშემო ტრიალებდა, თუმცა ერთია, როდესაც ესეთ წრეში იზრდები და მეორე არის შენი შეგრძნებები. ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მიგვრცნია, რომ მარტო ვიყავი. არც ერთ რთულ თუ კარგ მონაკვეთში არ მიგვრცნია. სულ ვგრძნობდი ძალას, რომელიც ხელს მიწვდენდა ესე და მეუბნებოდა, რომ მოდი ერთად ვიაროთ. და ეს არის ძალიან მაგარი, არასდროს არ ვგრძნობ თავს მარტო. და მაგარი შეგრძნება, კი. ხო, გავაგრძელოთ. იქ მუშაობ მიმტანად. მე რა ხდება? ამასობაში დაოჯახდი. კი, ეს რამდენი წლის იყო? 19 წლის ასაკში დავოჯახდი. და ეს ადამიანი 9 წლით უფროსი იყო ჩემზე. სხვათა შორის ბარმენად მუშაობდი ერთ-ერთ კაფეში რუსთავში და მაგ დროს გავიცანი. საერთოდ არ ვფიქრობდი იმ პერიოდში არც დაოჯახებაზე, არც სიყვარულზე არ ვფიქრობდი, იმიტომ რომ რა გესიყვარულებოდა. მილიონი სხვა რამ მქონდა მოსაგვარებელი ჩემს ცხოვრებაში და ამ ადამიანმა იმ პერიოდში მოახერხა ის, რომ დამანახა ის სამყარო, რომელიც მენანახი არ მქონდა. დამანახა ზრუნვა, დამანახა ის, რომ შეეძლო ჩემთვის ყველაფრის გაკეთება. და ბავშვისთვის 18 წლის ვიყავი, რომ გავიცანი. და ეს არის როგორი რაღაც, იციან, აი რაღაც სასწაული რო ხდება შენს ცხოვრებაში და გგონია, რომ აი გაბრწყინდა. და დღესდღეობით ჩვენ ერთად არ ვართ, თუმცა მყავს არაჩვეულებრივი შვილი და მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა. თუმცა იყო აი ამ ესე ვთქვათ საოჯახო პერიოდმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა, იმიტომ რომ არ ვიცი რატო ხდებოდა ესა, რომ თითქოს ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე გადასასვლელად იყო საჭირო რაღაცების გადალახვა. და სირთულეები იყო ბევრი. და ერთ-ერთი ესეთი სირთულის დროს ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ მარი, იცი რა არის, შენ კონცენტრირება მოახდინე შენს განვითარებაზე. როდესაც ოჯახში ვერ იღებ აღიარებას, ცდილობ, რომ ეს აღიარება მიიღო სხვაგან. ამ შემთხვევაში მე გავაკეთე ყველაფერი იმისთვის, რომ ეს აღიარება მომეპოვებინა კარიერაში. ანუ შენი ქმნისგან არიღებდი აღიარებას თუ ვისგან? ხო, ამ შემთხვევაში ეს იყო ჩემი იმდროინდელი მეუღლე, ჩემი შვილის მამა უფრო. ასე მოიხსენიებ? მე ესე მოიხსენიებ. და ვერ ვიღებდი, აქ აღიარებაზე არ არის საუბარი, აქ არის ის, რაც ყველა ქალს სჭირდება, სიყვარულის შეგრძნება. და ის, რაც მე მგონი ყველა ქალს უნდა, ბედნიერების შეგრძნება. არ დავკონკრეტდები, რადგან შვილი მყავს და არ მინდა რომ ამ საკითხში ძალიან ღრმად შევიდე, რაც იყო ის იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ესე იგი 20 წლიდან, არა 19 წლიდან ფაქტიურად რომ გავთხოვდი დაახლოებით 3 თვეში უკვე ბანკში დავიწყე მუშაობა, ოღონდ ეს ძალიან საინტერესო ამბავი იყო, იმიტომ რომ გავთხოვდი რაღაც სულ მუშაობდი, მაგ პერიოდში დავიწყე მუშაობა რუსთავის ავტობაზრობაზე რადიო წამყვანად. და ეს ავტობაზრობა, ეხლა არ ვიცი, მაგრამ თავის დროზე იყო უკრაინელების და ერთი გენერალური დირექტორი ყავდა. ამ გენერალურმა დირექტორმა გამაგზავნა რაღაცა
შემოწმე ფსიქოლოგიურ ტესტს გადიოდა ყველა თანამშრომელი მიცმად მუშაობდა და პლუს გასაუბრების დროს HR-ი რომ ისმენდა მახსოვს რომ უმიბრუნდა და მითხრა რომ შენ არ გინდა რომ ჩვენთან დაიწყო მუშაობა ანუ შეთავაზება იყო რომ საბანკო სექტორში დამეწყო მუშაობა შენი აზრით რითი მოხიბლე ძალიან სასაცილოდ დავიწყე გასაუბრება და იმიტომ დავიწყე რომ მე ვარ მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელი და მაგან მიიქცია ეთყობა ყურადღება თავიდან და ალბათ ვფიქრობ რომ პასუხისგებლობა დაინახეს. ესე იგი ეს ყველაფერში დაგეხმარა. ყველაფერში დამეხმარა. შენი ტრავმა ყველაფერში დაგეხმარა. კი, ყველაფერში დამეხმარა, ეგრე გამოვიდა და დავიწყე ესე იგი ბანკში მუშაობა ძალიან დაბალი პოზიციიდან. ავტობაზრობაზე იდგა რამოდენიმე ფულის ჩასარიცხის ტერმინალი. და ფულის ჩასარიცხის ტერმინალებში ესე დავდიოდი, რაღაცები მქონდა გადასამოწმებელი, რამდენი იყო ფული, რა მდგომარეობა იყო, უნდა შემეტყობინებინა და ასე შემდეგ და მაგ პერიოდში უკვე ვიყავი ორსულად. ჩემი შვილი რომ გაჩნდა 40 დღეში დავიწყე მუშაობა ისევ. და ახლა ძალიან წვრილმანებში აღარ შევალ რატომ მოხდა ეს ამბავი, მაგრამ ესე იგი დავიწყე მუშაობა, უკვე დამაწინაურეს, რო გამოვედი, უკვე დამაწინაურეს, ვიყავი ოპერატორი. აქედან ერთ წელიწადში ისევ დამაწინაურეს და გავხდი რეგიონალური, ანუ ქვემო ქართლის რეგიონალური მენეჯერი VIP მიმართულებით და ეს რა კომპანიაში? ეს იყო ბანკი. ბანკში, კი. რომელი ბანკი იყო? პრივატ ბანკი იყო. პრივატ ბანკი, კი, უკრაინელების ბანკი იყო. და აქ ერთი რაღაცის დამატება მინდა, რომ ბანკებში და ზოგადად ესეთი ტიპის დაწესებულებებში დაწინაურება მარტივად არ ხდება. ძალიან ბევრი რამის გადალახვა გიწევს იმისთვის, რომ ერთი საფეხურიდან მეორეზე გადახვიდე, მაგრამ იმდენად გამწარებული ვიყავი შინაგანად და ეს აღიარება იმდენად მჭირდებოდა, რომ ეს ენერგია მართავდა თავიდან ბოლომდე. მთელ ენერგიას, რაც მიგროვდებოდა, ამას ვდებდი კარიერაში. თან პარალელურად ვსწავლობდი, პარალელურად ჩემი შვილი იყო თვეების და დღევანდელი გადმოსახედიდან სიმართლე რო გითხრა, ვერ ხვდები ერთდროულად ამის მენეჯმენტს როგორ ვაკეთებდი. ერთი რაც მახსოვს არის ის, რომ სამსახურამდე მისასვლელ გზაზე მეძინა, იმიტომ რომ ღამე არ ეძინა ჩემ შვილს და სამსახურიდან რომ მოვდიოდი, მაგ პერიოდში სახლამდე ვითიშებოდი და მძღოლს ვეუბნებოდი, რომ გამაღვიძეთ აი ამ ლოკაციაზე. თუმცა ძალიან კარგი პერიოდი იყო და 7 საუკეთესო თანამშრომელში შევდიოდი 21 წლის ასაკში უკვე და ეს იყო ისეთი სიამაყის შეგრძნება, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ დეპარტამენტში მხოლოდ საუკეთესო თანამშრომლები ხვდებოდნენ. აი რითი გამოირჩეოდი? პასუხისმგებლობის უნარი გქონდა უმაღლეს დონეზე. იყავი მონდომებული, ეს შენი გამწარებულობა გაძლევდა მოტივაციას. ეს იყო შენი საწვავი, კიდე? თუ აღარ დარჩა არაფერი, ეს არის თავი. სულ მქონდა იმის შეგრძნება, რომ მე უნდა ვიყო პირველი. ყველაფერში. და ამას ვერ ვიღებდი იქ, სადაც უნდა მიმეღო, ხვდები? ოჯახში ვერ ვიღებდი ამას და ეს საიდანღაც უნდა მიმეღოს და ეს შესაძლებლობა მქონდა, რომ აქ მიმეღო ეს აღიარება. და ამ დეპარტამენტშიც მე საუკეთესო გავხდი ერთ კვარტალში. ხვდები, ანუ სულ ამისკენ მივდიოდი, რომ მე ყველაზე სადაც ვარ, მე უნდა ვიყო ყველაზე საუკეთესო. ოღონდ ეს არ არის ეს ის საწვავი, რომელიც რეალურად ცხოვრების სიხარულს გაძლევს. ეს არის გაუჩერებელი სურვილი აღიარების მიღწევის, რომლითაც კმაყოფილებას ვერ იღებ შინაგანად. ეს არ არის ბედნიერება. წარმატება არ არის ბედნიერება. ბედნიერება არის სხვა ასპექტებში აბსოლუტურად ცხოვრებაში რა. სიყვარულში არის ბედნიერება. როდესაც გიყვარს, უყვარხარ, არ აქვს მნიშვნელობა, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ კაცისა და ქალის სიყვარულზე. ეს შეგრძნება პირველი მოდის მშობლებისგან. და თუ შენ როგორც ბავშვს თავის დროზე ეს აღიარება არ გქონდა,
და ეს ტრიგერები არ გაქვს დამუშავებული, გაუცნობიერებლად მთელი ცხოვრება ეძებ ისეთ ადამიანებს, რომლებიც იქ დაგაბრუნებენ. მანამ სანამ ამ ტრავმას ბოლომდე არ გადალახავ. წლების განმავლობაში, რაც ჩემი საქმიანობა წამოვიწყე სოციალურ ქსელში, მხოლოდ ისეთ ბრენდებთან და კომპანიებთან თანამშრომლობ, ვისაც ვენდობი ან ვისი მომხმარებელიც ვარ. სწორედ ასეთი კომპანია იმედიელი. წლებია ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევას ვანდობ იმედიელს. ვსარგებლობ მათი აპლიკაციით, სადაც ძალიან ადვილად ჯავშნი ვიზიტებს პირად ექიმთან, ან ვიღებ ისეთ მომსახურებას, როგორც არის ანაზღაურება, მიმართვები და ასე შემდეგ. იმედიელი გთავაზობთ ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევას UNO-ს. UNO ეს არის დაზღვევა ფიზიკური პირებისთვის, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს პირად საჭიროებებს. UNO-ს აქვს 3 სხვადასხვა პროდუქტი, რომლებიც განსხვავდება ფასით და დაზღვევის დაფარვით და სამედიცინო მომსახურებით. იმედიელში ინდივიდუალური დაზღვევის შერჩევისას შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი სერვისები, როგორც არის პერსონალური მენეჯერის მომსახურება, ასევე ფიზიოთერაპია და ლაბორატორიული მომსახურებები ნახევარ ფასად. იმედიელი არის დაზღვევა, რომელსაც ირგებთ თქვენ, ასე რომ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული UNO 45 ლარიდან. გადადით ვიდეოს ქვემოთ მითითებულ ბმულზე და დაეზღვიეთ ინდივიდუალურად. Იცი რა მაინტერესებს ერთი რაღაც გამორჩა. შენ ოჯახში შექმენი რამდენ ხანში გაშორდით? 12 წელიწადში. ამდენი ხნის მერე? კი, მაგრამ ეს 12 წელიწადი იყო ჩემი კარიერული აღზევების პერიოდი. ეს იყო გზა, რომელიც ჯარისკაცი რო არის, რომელიც ოცნებობს გენერლობაზე და გენერალი რო გახდება და მაინც რო არ აქვს ყოფილების შეგრძნება, ეგ გზა იყო, იმიტომ რომ ამას მოყვა მერე ისევ საბანკო მიმართულება და 100 კაცი, როდესაც პრივატ ბანკი იყიდეს და ომი რო დაიწყო, მაგ დროს მოხდა ეგ ამბავი, საქართველოს ბანკმა 1000 კაციდან, რომელიც პრივატ ბანკში მუშაობდა, 100 კაცი აარჩია და ამ 100 კაციდან ერთ-ერთი მე ვიყავი. ამ ხელსიამაყეა. ძალიან და თან მარტო უბრალოდ საქართველოს ბანკში კი არ მოვხვდი, მე მოვხვდი სოლოს დეპარტამენტში, პირველი ფილიალი იხსნებოდა მაშინ და საუკეთესო ადამიანებს არჩევდნენ, პროფესიონალებს, რომლებიც მე აი ამ მაღალ ელიტარულ საზოგადოებას მოემსახურებოდა და ფულიან საზოგადოებას იმ დროით. მაშინ რო ეძახ. და შენ ესე იგი სოლო ბანკირი იყავი? მე ვიყავი ჯერ ჯუნიორი, იმიტომ რომ მითხრეს რომ შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ იმისთვის რომ იყო პერსონალური ბანკირი. ვიყავი ჯუნიორი. რა თქმა უნდა, ახლა რა გამაჩერებდა. ავედი, ვიყავი მე პერსონალური ბანკირი, მე ვიყავი უფროსი პერსონალური ბანკირი და რაღაც მომენტში მივხვდი რომ ანუ აღარ მინდა ეს ბანკი, ანუ რაღაცა ვერასდროს ვერ ვჩერდები. სულ მთელი ცხოვრება ვარ სულ ახალ მიღწევებამდე უნდა მივიდეს, სულ მეტი უნდა მივიღო ამ ცხოვრებიდან. მაგ დროს ვსწავლობდი მაგისტრატურაზე, ესე იგი ბაკალავრი მაქვს ფსიქოლოგიის, რაც მოვყევი იმ ისტორიიდან. შემდგომ ჩავაბარე მაგისტრატურაზე ბიზნესის მიმართულებით. და მივხვდი რომ მე მინდოდა უფრო ძირეული ცვლილებები მომეხდინა ორგანიზაციებში და ეს ძირეული ცვლილებები ვერ იქნებოდა სოლოში, ანუ იმ კონკრეტულ პოზიციაზე. და მოხდა ისე რომ ჩემი ერთ-ერთი მომხმარებელი იყო, აი რა ვიცი, მოვიკითხავ აქედან დიდი სიყვარულით, უკარგესი ადამიანი. ვსაუბრობდით, მოსული იყო ფილიალში და მომსახურებას უწევდი, რაღაცა ხელშეკრულებას აწერდა ხელს და მითხრა რომ მარი, რა მიზნები გაქვს ცხოვრებაში, რა საპირებ, ანუ გინდა რომ საბანკო მიმართულებას გაყვეთ, თუ რაღაც სხვა მიზნები გაქვს და ვუთხარი, აი ესე უბრალოდ რო ეტყვი ადამიანს, რომ იცით რა არის ჩემი მიზანი, არის ის რომ მოვახდინო სტრატეგიული ორგანიზაციული ცვლილებები და მინდა რომ გავხდე HR-ი. და მითხრა რომ იცი რა, მე მაქვს ეს პოზიცია, ეხლა ვეძებ ჩემთან კომპანიაში HR-ს, ოღონდ თუ შენ ხარ მზად რადიკალური ცვლილებებისთვის. და რა თქმა უნდა, იყავი მზად.
რა თქმა უნდა, ვუთხარი რომ მე დამჭირდება ცოტა დრო, იმიტომ რომ მე მინდა რომ ვიყო დარწმუნებული. მე ეხლა გავივლი საქართველოში და საზღვარგარეთ სხვადასხვა ტიპის კურსებს იმისთვის რომ შევძლო თქვენთან როგორც HR-ად ისე შემოსვლა, თუმცა საბოლოო ჯამში პრაქტიკა და თეორია რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. და მე ვიყავი პირველი HR-ი ამ კომპანიისთვის საქართველოში. ანუ უცხოელების კომპანია. ეს არის უცხოელების კომპანია, ევროპელების კომპანია არის და მე ფაქტიურად ამ კომპანიაში გავიარე HR-ების სკოლა. როდესაც ჩვენ ევროპელები გასწავლიან ყველა სტანდარტს, ყველა მიმართულებას, რომელიც ქართველებს თუ არ მოხვდნენ ეგეთ წრეში, მაგის შესაძლებლობა ფიზიკურად არ გააჩნიათ და 2 წელი 24/7-ზე შაბათ-კვირასაც მე ვსწავლობდი და ვმუშაობდი ერთდროულად. ანუ ამ კომპანიამ მე გამზარდა როგორც პროფესიონალი HR-ი და ისე მოხდა რომ გამიწიეს რეკომენდაცია ამ კომპანიის შემდეგ გამიწიეს რეკომენდაცია ერთ-ერთ სტარტაპში საკმაოდ ცნობილმა ისეთმა კარგმა HR-მა და თქვა რომ აი რა ვიცი მარიამ დემურაშვილი ну ჯერ ეგ ხო ძალიან მაგარი შეგრძნება არის, როდესაც გიწევენ რეკომენდაციას, მაგრამ მეორე იყო ის, რომ ნულიდან როდესაც გიწევს სტარტაპის აშენება, იქ კიდე ცალკე სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებები, ანუ რო შევაჯამო ძალიან ბევრ სხვადასხვა კომპანიაში მიმუშავია HR-ად. თუმცა ყველა კომპანიაში მიწევდა ნულიდან პროცესების აწყობა. და ეს კიდე ბევრ ამას გასწავლეს. ეს იყო სტარტაპებიც, ეს იყო საშუალო და მცირე ზომის კომპანიები, ცვლილებები, რომელიც უნდა მომიხდინა და რასაც ვაკვირდები, სულ მინდოდა ეს რაღაცა თითქოს რაღაცის მიღწევა გინდა მუდმივად, რაღაცა ახალი აი ამ აგურებს რო ადებ ერთმანეთს იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ისწავლო, რაც შეიძლება მეტი გაიარო და ისიამოვნო არა? სიამოვნებას ვერ გრძნობდი ამ პროცესში. ახლა კი. ხო და მოგვიყევი როგორ მოხვედი ფიფლიამდე. ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად. ხო, დღეს მე მაქვს ჩემი კომპანია ფიფლია, ეს არის HR აუთსორსული კომპანია. და ჩემი მიზანი უბრალოდ ამ კომპანიის შექმნის იყო ის, რომ დავინახე ბაზარზე არსებული გამოწვევები, ძალიან ბევრ კომპანიას დღეს არ ყავს HR-ი, ან არ ყავს სტრატეგიულად მოაზროვნე და მომუშავე HR-ი და მე რადგან ეს გამოცდილება დამიგროვდა იდეა იყო რომ მოდი ამ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა რომ სწორედ გააკეთონ თავისი ბიზნესი და სტრატეგიები, სწორი ადამიანები, სწორი პროცესები გავუკეთოთ ერთი თანამშრომლის ფასად. ეს იყო აი სულ მთელი ცხოვრება მინდოდა ადამიანების დახმარება. არ ქონდა მნიშვნელობა ეს ვინ იქნებოდა, არ ქონდა მნიშვნელობა როგორ დავეხმარებოდი, მაგრამ მინდოდა რომ დავხმარებოდი და ამაში დავინახე. როგორ მიაწვდინე ხმა შენს პოტენციურ კლიენტებს? აი როგორ ხდება ასეთ დროს? აი ეხლა ადამიანისთვის რომ წარმოსადგენი იყოს. იწყებ კომპანიას ნოლიდან. ნოლიდან 0 ლარით. დავიწყე კომპანია. როდესაც წამოვედი ერთ-ერთი სტარტაპიდან, იცი როგორ იყო? ანუ სტარტაპებში გამოცდილება გქონდა მანამდე? კი, ძალიან დიდი გამოცდილება. ანუ გამოცდილება გაქვს ძალიან დიდი. კი, იმხელა გამოცდილება მქონდა, რომ უკვე იმ მასშტაბისთვის იყო დიდი, რომელ მასშტაბშიც ვიყავი და ეს მინდოდა რომ ბევრისთვის მიმეწვდინა. და მანამ სანამ წამოვიდოდი, ღამე არ მეძინა. მაწუხებ და ის აზრი რომ რაღაცის გაკეთება მინდოდა ამ აზრთან ვიძინებდი და ვიღვიძებდი. მანამ სანამ არ გადავწყვიტე რომ წამოვსულიყავი კომპანიიდან და გამეკეთებინა ჩემი კომპანია, ზუსტად ვიცოდი რომ ნული მქონდა ანგარიშზე. ამ დროს იპოთეკური სესხი, შვილი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ეს გამოვიდოდა. იმდენად დარწმუნებული ვიყავი რომ ძალიან დიდი რისკის ქვეშ დავაყენე მთელი ჩემი ეს საოპერაციო პროცესები, ცხოვრებისეული. და პირველივე თვეს მივიღე ის შემოსავალი, რაც ბოლო სამსახურში მქონდა ხელფასად.
ანუ იმ სამსახურიდან წამოხვედი 0 ლარი გაქვს ანგარიშზე და ერთ თვეში გქონდა ის შემოსავალი, რაც წინა სამსახურში. ეს როგორ შეძლე? ხელფასი რო ჩამერიცხა, ამ ხელფასიდან 100 ლარი ჩავდე რეკლამაში. ჩემით გავაკეთე ლოგო, ჩემით გავაკეთე გვერდი, ChatGPT დავიხმარე, რომ ფერები აეწყო, წითელი და თეთრი ფერები გაეკეთებინა და მიახლოებით ისეთი ლოგო ყოფილიყო და 100 ლარი გავუშვი რეკლამაში და იქ მივაწერე დირექტორები, კომპანიის ფლობელები, ანუ ეს რეკლამის ნაწილში ჩავწერე ბუსტში და ეს Facebook-ი ქონდა, საიტი ქონდა, Facebook-ი, ხო? Facebook-ი და Instagram-ი მქონდა მხოლოდ. და რა გედო ამ Facebook-ზე და Instagram-ზე? Facebook-ზე და Instagram-ზე ნახე როგორი რაღაც 0 გამომწერი ყავს. 0 გამომწერი მყავდა კი. ჩემი მეგობრებს ვთხოვე, რომ გამოეწერათ გვერდი. 10 გამომწერი შეგებათ. ხო, ძალიან ახალი გვერდი იყო. მეორე, ჩემ მეგობრებს ვთხოვე, რომ ვინმეს გადაეღო ჩემთვის ვიდეო და ეს ვიდეო განმეთავსებინა. რამოდენიმე ვიდეო გადავიღე და ამ ადამიანს ვუთხარი, რომ მე თვის ბოლოს ფული მექნება და მოგცე. ეხლა გადამიღე და მე თვის ბოლოს ფულს გადაგიხდი. ეს რამოდენიმე ვიდეო ავტვირთე, სადაც საუბრობ იმ სარგებელზე, რა სარგებლის მოტანაც შემიძლია კომპანიებისთვის, კონკრეტულად რა სარგებელზე არის საუბარი, ის რომ თანამშრომლებს მოვძებნი, ის რომ იურიდიულ პროცესებს გაუმართავ, ის რომ ტრენინგებს ჩაუტარებ, ყველაფერი აბსოლუტურად რა სარგებლის მოტანა შემეძლო მე მათთვის და რეალურად რაშიც ვარ დღემდე დარწმუნებული და დღეს იმდენ მომხმარებელს ემსახურებით, რომ ბევრისთვის ეს ცოტა წარმოუდგენელია. მოიცა ხა მითხარი პირველად როგორ შეგეხმიანა ვიღაც ამ შენი 100 ლარიანი რეკლამიდან. გამარჯობა მომწერეს. და ეს სახლში ხარ, ანუ არც ოფისი არაფერი არ მაქვს. მაქვს ლეპტოპი, რომელიც ჩემი წინა ცხოვრებიდან მომყვება, მაჩუქეს და ჩავრთე ეს ლეპტოპი, შევედი ჩემ სამ გვერდზე, ვწერდი სხვადასხვა ადამიანებს მე თვითონაც, ვწერდი LinkedIn-ზეც, Facebook-ზეც, სხვადასხვა ჯგუფებში, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველი იყო მომხმარებელი, რომელმაც მომწერა, რომ მე მინდა თანამშრომლის აყვანა. და ეგრევე მივწერო, გთხოვ ტელეფონის ნომერი მომწერეთ, რომ დაგიკავშირდეთ თქო და პირველი ჩემი მომხმარებელი იყო ადამიანი, რომელმაც ჩამერიცხა 1180 ლარი. შენი გაწეული მომსახურების. ჩემი გაწეული მომსახურებისთვის. უშოვე თანამშრომელი. უშოვე თანამშრომელი ძალიან მოკლე ვადაში, ერთ კვირაში უშოვე თანამშრომელი. ეს ბაზა სად გქონდა ამ თანამშრომელი? მე წლებია, რაც ამ სფეროში ვარ, HR სფეროში და ძალიან ბევრი ბაზებიც მაქვს, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, პროფესიონალებს და სხვადასხვა დონის ადამიანებს. და როგორ გქონდეს რაღაც Excel-ში ჩამოწერილი ეს შენი ბაზა თუ ტელეფონში მაქვს თითქმის ყველას საკონტაქტო ინფორმაცია. მე რა საოცრება, ეხლა წარმოიდგინეთ. შენ რა გამოცდილებაც გაქვს ცხოვრებაში, რა კონტაქტებიც გაქვს, რა უნარებიც გაქვს, რა კომპეტენციაც გაქვს, შეგიძლია უბრალოდ ერთი ვიდეო ჩაწერო, თქვა რომ ხალხო მე ამაში დაგეხმარებით, ჩემთან ურთიერთობით ეს და ეს შეემატება თქვენს ბიზნესს და დაგირეკავს მომხმარებელი. რა ადვილია 21 საუკუნეში წარმოიდგინე. კი, ადვილი არის, თუმცა ხო, ეხლა მოდის იძნელებზე მოვიყევი. შეგრძნების დონეზე და განხორციელების დონეზე ეს არ არის მარტივი. ეს არის ის, რომ შენ მე იპოთეკური სესხი მაქვს, გადასახდელი ყოველთვიურად, მყავს 13 წლის შვილი. თვეში რამდენ სიხდიდი? 4000 ლარს ვიხდი დღემდე იპოთეკურ სესხში ყოველთვიურად. მაშინ სამსახური არ გაქვს. და სამსახური აღარ მაქვს. და ძალიან ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ აი რანაირად მოვახერხე რომ ხო გადამეხადა და რანაირად მოვახერხე საერთოდ რომ ეს რაღაც გამეკეთებინა და როდესაც შენ ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში, იცი რამხელა ენერგია და რესურსი გაქვს, რამხელა ცოდნა გაქვს, იმიტომ რომ მე ვიყავი HR დირექტორი, HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მე ამიშენებია კომპანიები, სხვისი კომპანიები ამიშენებია და თავდაჯერებულობას მარტო მაგიტო კი არ იცენ, რომ ცოდნა გაქვს, იმიტომ რომ 9 წლიდან მოყოლებული გაუჩერებლად სხვაზე იღებ პასუხისმგებლობას.
და მე რომ ხვდებოდი რომ პასუხისგებლობა ჩემთვის პრობლემა არ არის. ანუ რამდენიც გინდა დამაკისრეთ. მომაყარეთ. და ენთუზიაზმი, სურვილი ძალიან მიყვარს, რასაც ვაკეთებ. ანუ გიჟდები, ანუ ადამიანებს რომ ვესაუბრები და ვეუბნები, ან ვუკეთებ და ისინი მე უკავშირს მიბრუნებენ და მეუბნებიან რომ მარი შენ რო ტრენინგი ჩაატარე 17%-ით გაიზარდა ჩემი გაყიდვები, 25%-ით გაიზარდა ჩემი გაყიდვები. ერთ დღეში მოუძებნა ერთ კომპანიას მარკეტინგის მენეჯერი და გაგიჟებული იყო დეპარტამენტის, იმიტომ რომ ბევრი წელი მე ვმუშაობ 17 წელი. სალომე 16 წლიდან 33 წლის ვარ 17 წელი რაც ვმუშაობ. ვიზუალურად კარგად შევინახე, მაგრამ 17 წელი ცოტა არ არის. იგივეა რაც წინა მაგალითად თაობას რომ შეადარო, ადამიანებს ზოგს 45 წლის ასაკში აქვთ გამოცდილება, ან 40 წლის ასაკში. შესაბამისად, გამოცდილება, როდესაც გაქვს ბევრი, მარტივად იღებ მე პასუხისგებლობას რა. ესე იგი, შენმა იმ 100-ლარიანმა რეკლამამ მოგიტანა რამდენი კლიენტი ერთ თვეში? ერთ თვეში მომიტანა 5 კლიენტი. სხვადასხვა მომსახურება ჭირდებოდათ, ვიღაცას უნდა კონსულტაცია რომ გამეწია მისთვის და ეგ იყო ყველაზე გამაოგნებელი, იმის მიუხედავად რომ 21 წლიდან დღემდე ბიზნესის ფლობელებთან მაქვს შეხება, ეთყობა კონკრეტულ სეგმენტზე გაუშვიეს რეკლამა ადამიანების, ვისაც არ ქონდათ გამოცდილება, მცირე ბიზნესები უფრო მეხმიანებოდნენ და მეუბნებოდნენ რომ მარი მასწავლე როგორ მართო ადამიანები. ეს იყო ჩემთვის პირველი შოკი, იმიტომ რომ მეგონა რომ ყველა მიცის როგორ უნდა მართოს ადამიანები. და ეს იყო 5 მომხმარებელი, ამ 5 მომხმარებელმა 7000 ლარი მომიტანა პირველივე თვეს. შენ მარტო ხარ? გუნდი არ ყავს? არავინ არ მყავს. ღმერთო. ეგეც რაზე ვფიქრობ. აი გოგოები ხა ვინც გვისმენენ, აი თუ რამე გამოცდილება გაქვთ, უნარი, ნიჭი, რაღაცის გაკეთება შეგიძლიათ. აი ასე გენდობიან ადამიანები. ნუ რა თქმა უნდა, ხა იქ მარტო რეკლამაზე რო გაუშვებ და ვიღაც დაგირეკავს ტელეფონს რო უპასუხებ, მან დიწყება, ხო, რეალურად ყველაფერი. შენ როგორ ესაუბრები შენ? რა გაქვს რაც ასე რითიც აჯერებ ადამიანებს, რითიც მოგყავს ეს ადამიანები. რა გაქვს? მე არ ვყიდი ჩემს მომსახურებას. მე ვცდილობ, კი არა და ვარკვევ რა პრობლემა აქვს ადამიანს და ვეუბნები როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა. აი რას აქვს მნიშვნელობა? ისი რა მაინტერესებს, როგორი ტონით ელაპარაკები? აი ზოგჯერ ადამიანი ამით უმეტეს ნულიდან რო იწყებს რაღაცას პირველად, ხმა უკანკა. მე მაგალითად პირველი პოდკასტს რო წერდი, აი სულ თქვენ მქონდა აი აქ შეკავებული და ერთი რო ჩავისუნთქე დასაწყისში, ბოლოს ძლივს ამოვისუნთქე და ნუ ძალიან ვღელავდი რა, ძალიან დიდი ძალის ხმევა დამჭირდა, რომ ეს არ შემწყობოდა. და შენ როგორია შენი გამოცდილება? არ ვღელავდი საერთოდ, ანუ ეს მომენტი არ მქონია არასდროს, იმიტომ რომ ნახე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს backgrounds. მე არ ვღელავდი იმაზე, რომ მომხმარებლები არ იყიდნენ ჩემ პროდუქტს. მე ვღელავდი იმაზე, რომ მომესწრო ამხელა პროექტების დასრულება მოკლე ვადაში, უფრო ამაზე ვღელავდი. არა, აი როცა დაიწყე, როცა წამოხვედე სამსახურიდან რო წამოხვედი და ხელფასი აღარ გაქვს. არ ნერვიულობდი ამაზე? ერთი თვე არ მეძინა. ერთი თვე არ მეძინა, პარალელურად ვმუშაობდი, დამცვიდა ნახევარი თმა, გამიჩნდა ნაოჭი, მაგრამ რა თქმა უნდა ღელავ ყველა შემთხვევაში არ არსებობს რომ არ ღელავდე, მაგრამ ვიცოდი, აი შინაგანი ხმა სულ ყოველთვის მეუბნებოდა რომ გამოგივა, არ დანებდე. შენი თავის გჯეროდა? კი, ჩემი თავის მჯეროდა ყოველთვის. და ეს იყო ოცნება, რომელიც ავიხდინე. ეს არის ოცნება, რომელიც რეალობად იქცა და წარმოიდგინე შენ ოცნებას, რომელსაც ფრთებს ასხავ, როგორ შეიძლება რომ ერთი წამი მაინც გქონდეს იმის შეგრძნება, რომ რაღაც არ გამოგივა.
არა, ძალიან თავდაჯერებული ხდება. ძალიან თავდაჯერებული. აი ყოვლის შემთხვევით გრძნობ თავს. იცი რა მაინტერესებს? ჩვენს მაყურებელს, მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ეძებს სამსახურს. საერთოდ საქართველოში მე ხშირად გამიგია, რომ კომპანიები ეძებენ თანამშრომელს და ვერ პოულობენ, ამბობენ, რომ არ არსებობს კადრები და უამრავი ადამიანია უმუშევარი, რომელიც ვერ პოულობს შესაბამის სამსახურს. ეხლა შენ შეგიძლია, რომ თქვა CV გამოაგზავნონ შენთან და მე ვიღაცასთან დააკავშირო. რა თქმა უნდა. მაშინ მიუთითოთ შენი მეილი. კი, აუცილებლად ჩემი კომპანია არის Piplia. Piplias HR outsource-ული კომპანია. ვართ ყველა არხზე, Facebook-ზეც, Instagram-ზეც, TikTok-ზეც, ახლა ვართ საიტის დამუშავების პროცესში, იმიტომ რომ სოფელი ერთიანად არ შენდება, ეტაპობრივად შენდება. ასევე ერთი საყვარელი პროექტით დაიწყეთ პოდკასტი. კი, დავიწყე ასევე პოდკასტი სტარტაპერი, რომელიც არის ბიზნეს პოდკასტი. ეს პოდკასტი არის Piplias მარკეტინგი. მე როდესაც ვფიქრობდი მომხმარებლებზე და ეს მომხმარებლებისთვის როგორ გამეცნოთ ჩემი კომპანია, პირველად აზრად მომივიდა პოდკასტი, ბიზნეს პოდკასტი, რომელიც იქნებოდა Piplias მარკეტინგი. და იქ გავიცნობდი ბიზნესის მფლობელებს, რომლებიც დაინტერესდებოდნენ ამ ჩემი Pipliati. და საბოლოო ჯამში სტარტაპერითაც იგივენაირად ინტერესდებიან, როგორც Pipliati. ცალ-ცალკე ორი სხვადასხვა მიმართულება არის რა და აქ ბიზნესები მოყვავს და ეს მომენტი რა კუთხით მომწონს, იცი რომ ერთ საათში ადამიანებს ვაწვდით ინფორმაციას იმაზე როგორ უნდა გააკეთონ ბიზნესი. ანუ სარგებელს ვაძლევთ ამით. და თარაც თავარია, ჩემთვის მაგალითად ხა მე სულ უსმენ უცხოურ პოდკასტებს. ჩემთვის თავარია, აი ეს ქართული კულტურისთვის, ქართული რეალობისთვის ორგანული რაც იქნება. კი, არის ძალიან ბევრი რაღაც საერთო, როგორი ადამიანებიც აქ ვართ, ისეთები არიან სოფლის სხვადასხვა კონტინენტზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს რაღაცა მაინც დამახასიათებელი, აი რაც მაინც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ვსაუბრობთ დასაქმებაზე, ხო? კი, ჩვენ რამოდენიმე რჩევას მივცემ ადამიანებს, ვისაც უნდათ დასაქმება და ასევე ბიზნესებს, რომლებსაც უნდათ სწორი თანამშრომლების აყვანა. ადამიანები, ვინც ეძებენ სამსახურს, ჩემთან εν რაოდენობით CV შემოდის ყოველდღიურად. პირველ რიგში აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, რა პოზიციაზე აგზავნით თქვენს მონაცემებს, იმიტომ რომ ხშირად საერთოდ არ ემთხვევა მოთხოვნები იმას, რასაც თქვენ CV-ში გიწერიათ. თუ არ გინდათ კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება, შეადარეთ თქვენი კომპეტენციები, თუ არ გაქვთ კომპეტენციები, აუცილებლად ისწავლეთ პრაქტიკაში. შეუძლებელია, რომ კომპანია ეძებდეს ტოპ მენეჯერს და საშუალო რგოლის მენეჯერმა შეძლოს იმ დატვირთვის აღება საკუთარ თავზე, რაც მაგალითად საშუალო რგოლის მენეჯერმა. ან თუ არ ვიცი, გინდათ, ყველას უნდა კარგი შემოსავალი, ყველას უნდა კარგი სამსახური და მეც ამისთვის ვარ, რომ მაქსიმალურად მივცე ადამიანებს მაგი შესაძლებლობა, მაგრამ უნდა აუცილებლად განვითარდეთ, აუცილებლად ბევრი უნდა ისწავლოთ, უნდა იმუშაოთ იმ პოზიციებზე, თუნდაც თავიდან 3 თვე იმაზე ნაკლებ ანაზღაურებაზე, ვიდრე თქვენ გსურთ იმისთვის, რომ ისწავლოთ ეს კომპეტენციები. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ არ გამოვა. აუცილებლად ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში, საკუთარ განათლებაში, უნარების, ძალიან ბევრი სხვადასხვა ტრენინგი არსებობს, რომ ეს უნარები განავითაროთ. შეგიძლიათ პარალელურად სტაჟირება დაიწყოთ ისეთ კომპანიებში, რომლებიც გაძლევენ იმ სწავლებას, რომელიც თქვენ გჭირდებათ. და მეორე, რაც შეეხება დამსაქმებლებს, თუ თქვენ გინდათ, რომ გყავდეთ ხარისხიანი თანამშრომლები და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ჩადოთ ამ თანამშრომლებში ინვესტირება. ეს თქვენ აუცილებლად დაგიბრუნდებათ, გასმაგებულად, ანუ მერწმუნეთ, საკუთარი გამოცდილებით, გეუბნებით, ასმაგად დაგიბრუნდებათ. საერთოდ არ არის საჭირო, ანუ თქვით თქვენი არ ვიცი რაღაცა 0.1% მოგებაზე უარი იმისთვის, რომ თანამშრომლებში ჩადოთ ინვესტიცია და ასწავლოს და განავითაროთ.
დავხმაროთ, თუნდაც საქართველოში იქნება თუ საზღვარგარეთ, მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი იქნება ის ადამიანი, მთელი ცხოვრება მადლიერებას რო თავი გავანებოთ, ეხლა ბევრი ამახვილებს ყურადღებას, რომ არასტაბილურები არიან ადამიანები და ეხლა მე ამაში რო ჩავდო ინვესტიცია, რამდენად დარჩება ჩემთან, ანუ ცოლ-ქმარი არ რჩება ერთმანეთთან ბოლომდე, თანამშრომელს როგორ უნდა მოსთხოვო, რომ ბოლომდე ჩადო, მაგრამ პირველი რომ შენ ამ ადამიანის თვალში ყოველთვის იქნები სამაგალითო, შენი უფასო რეკლამა არის, რომელ კომპანიაშიც არ უნდა წავიდეს. ეს ერთი, მეორე, მანამ სანამ შენთან მუშაობს, საქმეს ხარისხიანად გაგიკეთებს. და მესამე, არასდროს არ იცი ცხოვრებაში რა მოხდება და რომელ ეტაპზე დაბრუნდება ისევ შენს კომპანიაში. და როგორც მაგალითად ბავშვს რო შევადაროთ, ბავშვი რო იბადება, იმაში დებ ინვესტიციას. ეხლა მე ცოტა სხვანაირი სიტყვებით ვიძახი, მაგრამ ინვესტიციას დებ ბავშვი, ხო? იგივე ჭირდება თანამშრომელსაც, იმაში უნდა ჩადო ინვესტიცია და სხვანაირად არ გამოვა. ეხლა შენი კომპანია რა ეტაპზეა? რა წარმატებას მიაღწია? ჩემი კომპანია არის 7 თვის. დღესდღეობით საშუალოდ შემოსავალი არის 20,000 ლარი. ვართ დასაწყისში. მყავს თანამშრომლები, არაჩვეულებრივი ბავშვები. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან პირველ რიგში. ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს, განსაკუთრებით ტექ მიმართულებით, იმიტომ რომ AI და გაციფრულება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დღესდღეობით. ფიფლიამ გაიმარჯვა მსოფლიო ბანკის პროექტში, სადაც 450 კომპანიიდან შეირჩა 40 კომპანია და მე მოვხდი, ანუ ფიფლია მოხდა ამ 40 კომპანიაში და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამ 40 მეწარმე ქალს მისცეს შესაძლებლობა საუკეთესო მსოფლიო ექსპერტებთან გაგვევლო სწავლება. და შენ გაიარე? და მე გავდივარ, ეხლაც გავდივარ. კი, ეხლაც გავდივარ. ძალიან ბევრი მომხმარებლები ყავს ხანდახან. რამდენია ის საშუალოდ დაახლოებით? თვეში რამდენს ემსახურებ? თვეში დაახლოებით 35-მდე კომპანიას ვემსახურებით. ოჩახ. ხო, 7 თვის კომპანია. და ეხლა რა განცდა გაქვს? აი ამას რომ მეუნებ. ცოტა დაღლილი. არა, ძალიან ბედნიერი ვარ. იმიტომ რომ იმას ვაკეთებ, რაც მსიამოვნებს, რაც მიყვარს, ჩემი ოცნება ავიხდინე. ვარ ჩემ შვილთან ერთად, ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის, იმიტომ რომ ჩემი საქმე არის აბსოლუტურად დისტანციური და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია რომ დაეხმარო ფაქტიურად ადამიანებს, ანუ ეგ მეორე, რომ ადამიანები, ვინც ჩემთან ერთად მუშაობენ, ეს ადამიანები სწავლობენ, ვითარდებიან, აღწევენ წარმატებებს, მომხმარებლები, რომლებიც ჩემთან არიან, წერენ მადლობებს და რო ვკითხულობ რაღაც გარკვეული პერიოდის მერე და ვეკითხები, რომ აბა როგორ გაამართლა ამ თანამშრომელმა, აბა როგორ იმოქმედა ამ ტრენინგმა, აბა როგორ ხართ და რომ მეუბნებიან, რომ იცი რა არის, ჯერ პირველ რიგში ძალიან მაგარი ადამიანი ხარ. და მე აი ეს მოცემულობა მაქვს, რომ გაიზარდა გაყიდვები, ეს რა მაგარი ბიჭი მომიყვანე, ეს რა მაგარი გოგო ყოფილა, ეს ყველაფერი იმდენად მავსებს და მაბედნიერებს, რომ საოცარი განცდა. ეხლა მომისმინე, ერთი რაღაც უნდა გავაჟღერო. ჩემი მაყურებელი, მე მყავს არაჩვეულებრივი აუდიტორია. ეს მოდის 2018 წლიდან ინსტაგრამიდან მოყოლებული, დღემდე პოდკასტსაც შეემატა კიდე უფრო გაფართოდეს აუდიტორია. რო შემოგდის ეს ათასობით CV ყოველდღე. სათაურში მიუთითებენ, რომ პოდკასტიდან არიან და ცოტა დააპრიორიტეტე. შეგიძლია? აუცილებლად. გააგზავნეთ მარისთან CV-ები და სათაურში მიუთითეთ, რაღაც პოდკასტი ახსენეთ, მოკლედ, რომ მიხვდეს და ეს იყოს კოდური სიტყვა. და ისე მაინტერესებს რა მოხდება. აუცილებლად მოგიბრუნდები უკავშირით. ხო, და მომიბრუნდებით, რომ ძალიან მაინტერესებს. ჩვენ თანამშრომლობთ მხოლოდ კეთილსინდისიერ კომპანიებთან. ჩვენ არ თანამშრომლობთ ყველასთან. თანამშრომლობთ ისეთ პირველ რიგში ადამიანებთან, ვისი ღირებულებების, ფიფლიას ღირებულებებს ემთხვევა. ჩვენ არ თანამშრომლობთ ყველასთან და ესეც ვფიქრობ, რომ მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი იქნება. კი, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
დამსაქმებელი იყოს კეთილსინდისიერი და ეს არ იყოს რაღაც ბრძანებელი და დიქტატორი და ასე შემდეგ. ძალიან მიხარია რაღაცა ისე კარგად დასრულდა ეს ჩვენი ერთსაათიანი საუბარი. მარინ გისურვებ ძალიან დიდ წარმატებას. შენ კიდევ ერთი ქალი ხარ ჩემი სტუმარი, რომელმაც მე გამაოც. აი თავიდან რაღაც ესე ვიყავი, ხო იცი, ცოტა გული შემტკიოდა და ეხლა რაღაც აი მართლა იმედით და რაღაც აი ძალიან დიდი ძალით ვარ ავსებული. მე მიყვარს როცა ჩემი სტუმარი ძალით მავსებს, აი რაღაც ენერგიით მავსებს. ამას იცი როგორ გრძნობ, ეგრევე იგრძნობა, ეგრევე და ეხლა შენ რო გისმენთ რაღაც იდეებიც გამიჩნდა. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. ძალიან გიჟდები შენაერ ქალებთან ურთიერთობაზე და ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო და ერთი რაღაც მინდა რომ დავამატო მხოლოდ რომ ყველაფერი შესაძლებელია. ოღონდ იოცნებეთ. აუცილებლად იოცნებეთ, იმიტომ რომ ოცნების გარეშე არ ხდება. ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. ნებისმიერ სიძნელეს გაუმკლავდებით, უბრალოდ გჯეროდეთ საკუთარი თავის და იოცნებეთ. ძალიან მაგარი სიტყვებია. გეთანხმები რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. ასევე ჩემს მაყურებელს კი მიმართავ ტრადიციულად, თუ მოგეწონათ ჩვენი საუბარი, გამოხატეთ თქვენი შთაბეჭდილება კომენტარებში, ასევე მოიწონეთ ეს ვიდეო. შეამოწმეთ, გადაამოწმეთ, რომ ხართ ჩვენი გამომწერი და გაუზიარეთ ეს პოდკასტი თქვენს მეგობარს, ვისაც ჭირდება ამის მოსმენა. დიდი მადლობა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით.